გაუმარჯოს ხალხნო და ჯამაათნო, როგორ ახართ, რა შვებით, რა ფერა. მე ესე წოლაჯდომის რეჟიმში მაგრამ მეზარება ყველა. და ოღონდ იმიტომ კი არ მეზარება, რომ ან ცუდად ვარ, ან რაღაცა მჭირს, ან რაღაც რა ვიცი. არა. გაზაფხული მინდა. და ეს უკვე მართლა ისახება ყველაფერზე, აი ჭურჭელი მაქვს სავსე. რაკოი. არ დამირეცხია და არც ვფიქრობ. უი, დაიცადე ქალო, ჯერ რომ ეზე გაგანებ, ჯერ დღევანდელი დღე ვიულოდე. გილოცავთ გიორგობას, ხალხო გფარავდეთ წმინდა გიორგი ყველას აბსოლუტურად დაგიფაროთ ყველანაირი ცუდისგან, ცხოვრების გზაზე, თუ რამე სირთულე შეგხვდებათ, ადვილად გადაგატანინოთ, ღირსეულად გადაგატანინოთ და ყოველთვის გქონდეთ მისი იმედი. ხოდა, ბარბარია წასული ტაძარში, რომ ალბათ რა იქნებ დარეცხოს. საჭმელი მზად მაქვს, დასახატი ლაშას კომპიუტერს ველოდები როგორც ყოველთვის და ამიტომ არ ვჩქარობ ამ პატაწინა კომპიუტერით, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ნახატია, რომ დიდად ჭირდება დეტალებზე ის. ხოდა ამიტომ ვზივარ ასე. დილას რო გავუშვი სკოლაში ნინო და ლაშა წავიდნენ და ჩაი, კარაქიანი რაღაცები ამოუტანე. ჭამენ ხოლმე და ნინოს შიერს ავუშვებ არასოდეს და წავალ დავიცინე და 10 ორ ვავდე. ანუ თლათ უიმეძირა მეთქი. არა, მაგრამ ვიცექი რა. ხოდა ისა. იმიტომ რომ ამინდი მართლა ისეთი იყო რა და მეთქი, აი რაღაც ძალიან დილას გავდა და მეთქი ქათმებსაც ეძინებათ ჯერ. ცოდები არიან არ გამოვუშვებ და 10 საათამდე ვაყურყუდე საქათმეში. და ესე ხა ვზივარ და რავი ვზივარ რა, ერთადერთი ტვერსასრულს ჩავრთავ და იქნებ ცოტა წავაუთოვო, იქნებ. ხოდა სხვა გეგმა არა მაქვს არაფერი. სანამ რა შარ მოარო დავხატო. გუშინ თავი მოვიგიჟიანე და საღამოთი დავხატე. სხვა შორის ძალიან სწრაფად დავხატე. იმიტომ რომ დრო იცი რას მიაკ. აი ივანის საროჭკა რო გავაკეთე, მაგალითად უკანა ნახატს 5 საათ ნახევარი მოვდი და მერე წინა მხარესაც უნდოდა რა და აი ზოგადად საროჭკას რო წინა მხარესაც რაღაცეები უნდა წვრილები, დრო მიაკ, ვითომ პატარა ნახატია, მაგრამ რა მშვიდობა იგივე კონტურს აკეთებ და იგივე ყველაფერს აკეთებ რა და სულ ეგეთი საროჭკები იყო რა, რომ მოკლედ დრო მიქონდა და რო გაიხედავდი, დრო გაპარული იყო და ხელში გეჭირა ერთი საროჭკა დახატული, მეტი არა. ხო და გუშინ ერთი ეგეთი ცოტა ისეთი თემა იყო, არ მიყვარს მანქანების დახატვა, ვერ ვიტან მანქანების დახატვას, აი როგორ ამძულს ნეტა იცოდეთ და ეგეთი საროჭკა მქონდა და მაგრამ ასეთ საროჭკას ყოველთვის გადავდებ ხოლმე, მაგრამ დიდათაც ვერ გადავდებ, იმიტომ რომ მოტანიდან სადღაც მეორე მესამე დღეს ყველა ვარიანტი უნდა მზად იყოს საპერანგი და ამიტომ ჩემ თავს ვთხარი რომ მოდი რა ის მართლა მოვიშორე. ხო და ისა მერე იყო მარტო უკანა მხარის ნახატები, აი მე რომ მიყვარს რა მარტო რომ მორჩები, უკანა მხარი წირო არ აქვს არაფერი და მოდი ეს ერთიც დახატე მეთქი და დავხატე. და თან პარალელურად ტელევიზორში რომელიღაც არხზე გადიოდა ისა ეკვალაიზერი ფილმი, ძალიან მიყვარს ეგ ფილმი და საათ ნახევარში დავხატე ის ორი ზურგის საროჭკა. ხო და ეხლა უნდა ნინოსთვის გამეტანებინა და დამავიწყდა. ვაზიანელებისაა და მიეცა იქ რა, ჩემი მშვილისთვის და გაატანდა მერე დედა. და ეხლა მაქვს ერთი და მეორე საროჭკა, ორი მაქვს ეხლა. მეორე რომელიც არის ძალიან ადვილია, ხშირი დახატული მაქვს და ჩემი ნახატებიდან არის. და აი ეს პირველი რომელიც უნდა დავხატო, არა მაქვს ჯერ დახატული, არასოდეს ცოტა ისეთია რა და
არ ვწვალობ პატარა კომპიუტერით, მოკლედ და ველოდები. სხვა მხრივ ყველაფერი აი ესე ძველებურად მიდის გარეთ. წვიმა მიყვარს, მაგრამ მართლა მიყვარს. აი ესეთ ამინდებზე ვგიჟდები. მაგრამ არის რაღაცეები რაც უნდა გავაკეთო და მზე მინდა. აი ხა გუშინ და გუშინწი რაღაცა ჭიანჭველები შევამჩნიე. არასოდეს ამ ოთახში არ აყოფილი ჭიანჭველი რა, უფრო აი ყვავილებმა ხო ზოგადად იცის ან მიწი და რაღაც. მაგრამ პირველად ხო არა, მაგრამ შარშანაც მქონდა, შარშანწინათ ეს ყვავილები რაღაც. მეთქი რა ხდება და გუშინ ის მივედი, ეხა მეზარება ადგომეთ ვარ განახედი. ერთ-ერთ ქოთანში ჭიანჭველები რო იცის ხო იცი, მიწის აი ამოფუება, აი გეგონება გადმოვიდა რძესავითო. ერთ ქოთანზე მასია ხალხო, მიწაყრია აქეთ. კი ისა მაქვს გაფენილი, ანუ ავეჯზე არ აყრია რა, ეს ცელოფანი უფერი, აი ესეთი მაქვს, აი გაფენილი, აი ეს. ხო და ანუ სავარაუდოდ იმუშაობენ. ხო და გუშინ მინდოდა გამეკეთებინა და რადგან ხატავდი ლაშცას უთხარი, აი ხვალე თუ მზე იქნება, მეთქი ბარემ ადრე თუ გახსოვთ არ ვიცი, ლაშამ გააკეთა ყვავილების სადგამი და მზამთარში რომ შემომაქოლე ზოგადად ზაფხულშიც არ გამაქვს ყვავილები, რომ პირდაპირ მზე რო არის იქედან არ სიამოვნებთ ეს მზე და მიფუჭდება ხოლმე და არ გავიტანე. ხო და მეთქი ხვალე იმ სადგამს ამოვატანინე ფიოანეს, ყველას გავზიდავ. იმ ქოთანს საიდანაც ჭიანჭველები გამოდიან წყალში ჩავდებ, კაი ხანი რომ გავაისავქნა და გარეთ დავალაგებ თქო რა 1-2 დღე. მაგრამ ის არის, მაინც უნდა გავაკეთო. ზე არის, არ არის, უნდა გავაკეთო. მიწა ხო არ მეყრება, ეგ მართლა მიწაყრია რა, ის სამშენებლო ისა აქვს, ჩვეულები, ერთი ტრაქტორი არ დადის. ეგ უნდა გავაკეთო და მოვასუფთავო. მაგრამ თვალებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმეს ვაკეთებ თვალებით, იმდენად მეძარება. მაგრამ გუშინ რა ვთქვი, რომ დავიღალე მეთქი იმით, რა ვქი, ნინოს წვეჩუბებოდ. რომ მოვლენ, ფეხსაცმელი დაწმინდე, წმენდავ, ხო ჩვეულებრივ წმენდავი, პლოშეტკაზე მივწევ ხოლმე და იქიდან ადვილად ვიღებ, მე რო გავწმინდა, იქვე დავალაგებ და მე შემოგვაქვს. მაგრამ ისა, მეთქი როდემდე გუშინ უკვე ვაფრენდი. ხო და ნინოს მარტო იყო 3 წყვილი ფეხსაცმელი, ერთი იყო ფეხბურთის, მეორე იყო გუშინ წირო ეცვა და ერთი იყო გუში რო ეცვა. მე ვთქვა კიდე კაი ფეხსაცმელები კიდე აღარ აგაქვს მეტად. ერთია აქვს თეთრები, რომელიც გავრეცხე, გავაფითქიდე და არ ვაპირებ, რომ ჩავაცვა ტალახებში და რაღაცებში და არ ვაცმევ და მე ვთქვა კიდე კაი ბევრი არ აგაქვს თორე და ორშაბათსაც ჩაიცვი, სამშაბათი, ოთხშაბათი ასე ელაგებოდა პლოშატკაზე, ზანა ბნედას არ დაგცემდი მეთქი და ის ხო იცი აი კატას რო ეჩუბება, კატას შემოაწყვიტებს, როგორ არის ეგ არ ძალი, თუ მული, თუ რაღაცა, რომ ძალმა გაიგოს და გვიანია, ხო იცი? ხო და იმათაც რო გაიგოთ ისე ჩხუბობდი ახლა. მე ვთხარი არ დაწმენდა, თუ დაწმენდოთ. ჩემები დაწმენდილია, ჩემებში სუფთას ჩავიცვე, როცა გავალ და გავალ. იარეთ მასე მე ვთხარი. წამოხტები ხოლმე, აბა გაიქეც ის არეცხი, ისა რა ქვია, რო წვიმს ხოლმე იქიდან ასხავს და ლაშა ჩავიდა დაბლა დაიძახო, რომ გაწვიმდაო და ის არეცხი რო გიფენიაო, რაღაც საკეთებდა და არა უშუალოდ. დასველდება, ხვალ გაშრება, ხვალეც დასველდება, ზეგ გაშრება, როდესმე ხო გაშრება, მე არ გაველი არა ვკრი, ხანდახან მიკეტება ხოლმე. ხო და დავანებით. ხო და იმაკ ხასიათზე ვარ, ხანდახან მეც ვერ ვხედავ. ეხა გაზი აქვს გასაწმენდი. ხო და ეხა მაპირებ, დიდათ არ არის რა გასაწმენდი, აი საჭმელს რო ისხავენ და აი ნინო რო უნდა დაისხას, ნინომ და აი რო ხო შეიძლება ეს თებში მიწიო არა, ეს კარგია რო იღურება. ხო და ხო გავწმენდავ. ის საღამოსვე რაღაცა აქვს. ხან მოვიწყდება რომ წამს მოვწმინდოს, იმას ვემნი რაღაცა რო იქნას კიდე მოусვით. იქვე არ არის ის ჭურჭლის ბუბკა, მოусვით, მოასუფთავეთ, რომ არ გახმეთ, არ დაჭეს.
ერთ დღე დაალაგე, მეორე დღეს ანუ ისე ნენლე იქ ერთი წვეთი იქ და მე ჩვეულები ხო აღარ გავწმენდა იყოს ერთია. ერთი დღე წმენდა 6 დღე ისვრება. იყოს ის ერთი დღეც დასურილი. ხაი როცა გადამივლის ეგ მომენტი ისა ავდგები მე გავიღვიდი. მაგრამ ხანდახან მაქვს ხოლმე ეს. აღონდისა აი იცი როდისა მაქვს ლაპარაკი რომ აღარ შემიძლია. იმ ხრივ რომ აი ეგ მომენტი მაქვს ხოლმე შევეშვები. იმიტომ ხა ჭურჭელსაც შევეშვი არაფერს აღარ იმასვის. გუშინ მეგობარი ყავდა ბარბარის და რაღაც ჭურჭელაც იხმარა და ხო ჯერაზე გავბრაზდი იცი გარეთ ისხდნენ რაღაცა ჭამეს სკოლიდან რაღაცა და ნინოს იმას ვაფრთხილებ როცა ვიღაცა არის მოსული ან ყავა რაღაცა არც ერთი თოთო ბავშვი არ ახარო ერთხელ რო გეტყვი ორჯერ რო გეტყვი 100 ჯერ რო გეტყვი მე რავი გავხალკდე ბურთით ნუ თამაშობ ჯერ ის რომ აი აქ რო ზიხარ და აქ ბახ აი თავი რამის ოღონდ მე თუ არ იქ შანსი არ არის ხო და აქ ავხატავდი და მე წამოვწექი ფეხი მეთქინა აქ რაღაცნაირად მედო და ცოტა ხანი წამოვწექი რა არ დამიძინი ახლა მესმოდა ის ყველაფერი რაღაც და მე ვავდექი და ჩავედი ჭიქები იყო დამტრეული ჭიქების მეტი რა დამიმტრევია და თეფშების მეტი მარა იცი რაზე გავბრაზდი რომ ბურთი მოარტყა სადაც ისხდნენ ხო და მაგაზე გაუჭედე ნინოს ოთხი ხა წადი მეთქი და ის ახვითო მიჭიქები ის 4 იცი რამდენი წელია უფერული ჭიქა მაქვს კიდე მაგ ჭიქების მეტი რა მაქვს მაგრამ ესე კაი ზომა არის ნალექიანი ყავისთვის რა და ბარბარიც მაგას ახმარებს ხოლმე გოგოები რომ მოდიან ხოლმე და მეც და ნუ ზოგადად სტუმრებისთვის და კაი ზომა არის არც დიდი არც პატარა ეგ იყო და პლუს წვენის ჭიქა იყო კიდე მე თქვა წადი მომიტანე მეთქი ჭიქები მეტი დაუმალე ბურთები მე ბურთი არ იკითხო თქო გამოუჩე მაგრამ აი გამოუჩე როგორ არ გამოუჩე ახლა მაგ ბურთს იმაში ხო შევინახავ მაგრამ ხანდახან ეგეთი რაღაცები და შეიძლება ამ მდგომარეობაშიც უფრო მეტად ვერ ვაკონტროლებ თავს რომ არ გავჭედო მაგრამ არ გამიჭედია მოქმედებით გავაკეთე ბურთები შევინახე და ვუთხარი აღარ იკითხვა მეთქი და აუცილებელია მეთქი რომ იქ ვიჯდე და გითხრა რომ ბურთი გააჩერე შენ რო თამაშობ იქ ხო იქ საუბრობენ ლაპარაკობენ ჭამენ ბოლო ხო მტვერდება ის რა ბიტონი რა მოწმენდილი მაქვს გარეთ ხო და გუშინ მქონდა ესეთი იცი რისი დღე მისი რა ქვია ყეფის ვიყეფები ოღონდ იცი როგორ ვიყეფებოდი ჩემთვის ვიყეფებოდი რომ ეს მიელი აი მას აღარ გავაკეთებ არც ამას არა მას გამოვიხურე კარებ წამა ხო და ის რაღაცები ხო დარეცხა ბარბარემ რაც დარჩა სუფრიდან და ალაგია ხა საწურზე ხო და ისა ხა ჭურჭელი და მე რეცხა იქ აღარ იყო ადგილი რა როცა დამემელაგებინა და არ დავრიცხე მობძანდება ალაგოს ჯერ და დადგეს და დარეცხოს განა არ არეცხავს ხო მაგრამ ეს მომენტებში მეკეტება რა ვქნა თქვენ ხო გეკეტება აღარც ვიტყვი თანავჭხუბობ ანუ კონკრეტულად ვინმეს კი არ ვეჭხუბები ხო და ასხედან აქ რავი ზოგი რასაკეთებს ზოგი ეს აღარ ვიტყვი არც ნაგავი გაიტია იყოს ნაგავი არც იყოს ჭურჭელი თან ჩემთვისავ გაგანებ ხო და მე ჩემ თავზე მეცნებოდა რა მე იმიტომ რომ აი რო არა იგაგანო ხო შეიძლება მაგრამ ეგეც არ შეიძლება უნდა იგაგანო მაგრამ როგორც ჩანს ანუ ადრე აი ეს სიტუაცია ეს მდგომარეობა მეტად ემოციურს ხდის ადამიანს რა აი ხო ჩვეულებრივ მოვლენა მაგრამ
ხარ უჩხუბობ ხოლმე მე ჩემ თავს ვეუბნებ მეორე მე გაიღვიძებს ხოლმე აი რა გაჩხუბ ან ხო შეიძლებოდა ესე რაღაცა მაგრამ აი იმ მომენტში იმდენად სხვანაირად ემოციურად ვიღებ და უნდა ვიჩხუბო თუ რა ვფეთქდები ხო და ეგრე ახლა ხალხო აი ესე ვზივარ გამორთული ელემენტები დამჯდარი თვალებითაც არ აკეთდება ეს ოხერი საქმეთო რამდენჯერა ვთქვი რომ უნდა დავალაგო და ყვავილები გავიტანო არ გამოდის ფიზიკური ის უნდა ფიზიკურად უნდა რომ ცოტა გავტოკდე და ვერა ნაუკ იავი აუგუშინ ჩემმა მულმა მომწერა ხა ბევრი მკითხულობს ხოლმე რომ მული სადაც ყავ მაგრამ ჩემთვის მულია ის ლაშას მამიდაშვილი თორე და არა ყავ დედმამიშვილი და არა ყავ ხო და ესა რავი ბიძინება თქვა არა ყავდო ჩომდი რომ მოდის ხოლმე რაღაცა ბარბარი ამბობდა ამას წინათ რა მამიდა როგორ მინდა რომ ყავდეს თუ რაღაცა მე ვთხარი შვილო ეხლა ცალკე უთხარი პაპაშენს ეგა ეცინებოდა ბიძინას აგე უთხარი და გაგიმხელ სად არის მე უთხარი რომ სად ეძებო ხო და გუშინ ნატომ გამომიგზავნა სად არის ვალაგებო რაღაცებსო ტანსაცმელებსო და ბევრი რაღაცები ვიპოვებდი ხა ვალაგებო რომ ჩაგილაგო ხო და რაღაცები მომივა ბოდეების სახით ეს ამოიქროლებენ და მომიტანენ და განახებთ მერე ხო ზოგს აქვს ხოლმე მაგალითად აი ხა რო ვლაპარაკობ ხოლმე თუნდაც ვიღაცის ნაცვამებს არ ვამბობ რანუ თუნდაც იყოს ნაცვამი იყოს კაი ხარისხის იმას იზავ რა ქვია გარეცხავ გააკათქათებ გააფითქინებ გამოხარშავ იმის თანაა ხოლმე რაღაცა რა თან კაი ხარისხებს თუნდაც მეორადებია რა იცი ვისეცვა ხო მაგრამ მაინც რავი კონკრეტულად მე ძალიან კარგად ხმარობდი ყველაფერს ხო და ზოგს აქვს რა იმის ამბიცია რომ აი მე მაგას ვერ ჩავიცმე და რაღაცა და ეხლა ყველა ადამიანი თავისთავად სხვადასხვა იმით არის რა რა ქვია მაგაზე მაგრამ დღესდღეობით საქართველოს ალბათ 80% თუ მეტი არა იცავს მეორადებს რა და არა არიან ხოლმე როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ არის ხოლმე რომ გამოვლენ ხოლმე რა რომ აი ვიღაცის ნაცვამი რაღაცა ასეთი ნაცვამებით გავზარდება ბავშვები და რა ვიცი ორი ხელი აქვთ ორი ფეხი აქვთ თუ ყველაფერი აქვთ თავიანთ ადგილზე და არც გვარიშვილობიდანაც ისევ მათიაშვილი ვარ და ესენი ახობაძეები და ხო და ისა თუ ესეთ რაღაცას აპირებთ ვინმე და კომენტარებას თან დააკომენტაროთ გაატარეთ რა ვქნათ მასია ჩემთვის მიღებულია თან ძალიან კარგად მიღებული ეგე მასე მეც ვარიგებ რაღაცებს და მასე და აი ყველ საწოლიც გავაჩუქე ხალხო და ძალიან ძვირფას ადამიანებს მივეცი რა თქმა უნდა ყველაფერი გავაჩუქე აბსოლუტურად და იმას ხوار ნიშნავს რომ ეს კი არ გავაჩუქე უბრალოდ სახელიდან მოვიცილე და ჩემთვის ნიშნავს გავაჩუქე გაწყრიალებულ ტანსაცმელიც გახმოხარშ ასე დავარიგე რაც დასარიგებელი იყო და საერთოდ რა თქმა უნდა ვიღაცას რო ჩუქნი ვკითხულობ ანუ ვიცი ვისაც ჩუქნი ვიცი რომ არითაკილებს ამას და რაღაცა და ეხლა საწოლი გვაჩუქა ჩვენც რამდენჯერ დავაპირე და სულ მახსენდება ღამე რომ მივწერო მეთქი ჩვენმა სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ინგა მასწავლებელმა გვაჩუქა საწოლი ხო და ისა ნახეთ ხო განახეთ წინაზე როგორი იყო რაღაცა და აი რაზე უნდა ვითაკილო ხო მაგრამ ზოგი არის რომ აი რო უჭირს კიდეც და რაღაცა და ეგერიდება რომ შესთავაზო იცი რომ სჭირდება ის კონკრეტულად ის თან აძლევ ძალიან კარგად კარგს რაღაცას არ გამოგართმევ ხო და არიან ახლა ესეთი კატეგორიის ხალხი და ვაიმე რატო ხართ მეთქი მაგას არ ვამბობ უბრალოდ თუ ესეთები ხართ და კომენტარს დაწერას აპირებთ გაატარეთ იმიტომ რომ არ გაჩუქებთ არაფერს და არც თქვენ აჩუქას არ მივიღებ არის დარდოთ
აი ეს არის მეორადი. ეს არის მეორადი. ივანეს ვუყიდე და ეს რა რატომღაც ივანი არ იყო იქ შოპ მარინაში ვიყავი და მე ვიყიდე. სამილარები მივეცი თუ რაღაც სრულიად ახალია ხალხო. ამას ეტიკის დაქონდა საყელოზის პლასმასის რაღაცები. ხო მეთქი ჩაიცმეს და რატომღაც მუქი ფერებს არ ჩაიცვა. ხო და ეხლა რომ დაუპატარავდა რა გაიჭედა ესეთ რაღაცებში ძალიან დამინან ეხლა ეს როგორ გადამებდო თქვენ ხო გადამებდით და გამოვიტანე ჩვეულებრივ და დავილაგე ეს შემოსაცვლად ისე კარგად ხმარობ და მე მიყვარს მე ხო იცით ესეთი კუბიკებიანი რაღაცები ძალიან მიყვარს და მშვენივრე და იდეალურად მაქვს მოკლედ და ხმარობ ასე რომ არანაირი პრობლემა წავედი ხ დაგეფი მე წაველი დაგეფშვიდობებით მე ისევ აქ ვიქნები ცოტა ხანი ცოტა გავიღვიძებ და ნუ გავაკეთებ საქმეს მარას ვიზომათლე ეს ხوار ვიჯდები და დაველოდები ვინ როდის გაიღვიძებს მაგრამ მე ეს მდგომარეობა ძალიან მოქმედებს და აი დეპრესიულ ფონზე გადის ზოგადად ღმერთს მადლობა რომ მსგავსი რაღაცა არა მაქვს ხოლმე და რაღაცა ძალიან ძნელია ეგ ზედაპირულად ილაპარაკო რომ დეპრესია არა ის როგორ არ არის არსებობს და ძალიან ძნელია ვინც ვისთანაც ხშირად არის ეს მდგომარეობა და უბრალოდ სულ ვცდილობ რომ ესეთ დროს რაღაცაი რომ იკეტები თითქოს რა შენთან ამ დროს საკუთარ თავიდან უნდა გამოხვიდე ზუსტად ის რაც გეზარება და გადადებ ზუსტად ის რაც მდგომარეობა გინდა შენთვის ცალკე ჩუმად იფიქრო არა ადექი 1-2 რაღაცა ძალით გააკეთე და გამოძრები დეპრესიულ ფონს იმას ვამბობ ვიღაცას რომ გავიგებ ხოლმე რომ რაღაც წამალს ვსვავს რაღაცა მძნელია ხო ზოგს რა ფორმით აქვს ზოგს რა ფორმით ეგეთი რაღაცა მაგრამ ძალიან საშინელებაა და ვერავის ვიცი რა მე დეპრესია არა ის ეგ შენი თავის ის არის მაგრამ იცოდეთ რომ რა წამალსაც არ უნდა სვავდეთ არანაირი წამალი არ გიშველით როგორ არ გიშველით მაგრამ სადღაც 40% აი ეს 50 ნახევარზე მეტი თქვენ თავს თქვენვე უნდა უკურნალოთ და ყოველთვის იცოდეთ როდესაც აი ესე რაღაცნაირად ფიქრობთ რომ უკვე იქეთ მიდიხართ აი ზუსტად მაშინ უნდა გააღვიძოთ თავი რომ არც გაბედოს ყველას აქვს ეგ მდგომარეობა და ყველას აქვს ეგ მომენტი და ეტაპი შეიძლება არსაიდან დაგემართოს და არსაიდან ჩაიკეტოს შენ საკუთარ შენში და ყველას ქონია მაგრამ უბრალოდ ეს არის რა ვინ როგორ დაძრავს საკუთარ თავს მაგაზია და რამდენად ძლიერი ხარ და რამდენად იმუშავებ შენ თავთან და წლების წინ მქონდა ხოლმე ეგ მომენტი რა რომ მინდოდა ჩემ თავს ვუბნევდი არა მაგრამ მე ვამბობ კაი წლების წინ მაგრამ ისა უბრალოდ სიჩუმე და სიწყნარე მინდოდა ხოლმე და ვიკეტებოდი ოთახში კი არა მოძრაობდი ვაკეთებდი ყველაფერს მაგრამ არ ვიყავი გარემოც მოქმედებს რა თქმა უნდა და ყველაფერი მოქმედებს მაგრამ შენ უნდა იყოს შენ თავის სამყარო წავედი